21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. Ამ დღესთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა გორში. შეხვედრას მედიის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დაესწრნენ. შეკრებილებმა მედიის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შედგა გაზეთის ხმა ქართველი ქალისა პრეზენტაცია, რომელიც პირველად 100 წლის წინ გამოიცა. გაზეთი ახლა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებისთვის დაიბეჭდება და მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ. პირველ რიგში მინდა ჩემ კოლეგებს მიულოცო პროფესიული დღე, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა და ზოგადად მედიაში საქმიანობა დღეს გარკვეულ რისკებს უკავშირდება და ჩვენ ჟურნალისტებს გვიწევს შეიძლება ითქვას სიცოცხლის ფასადაც კი ამ ვითარებაში მუშაობა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ არის შესაძლებელი ამ რეპრესიების პირობებში, ცენზურის პირობებში მედიამ გააგრძელოს საქმიანობა, მოქალაქეებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, ასევე წარმოადგინეთ გაზეთი ხმა ქართველი ქალისა, რომელიც კატო მიქელაძემ 100 წელზე მეტი ხნის წინ ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში გამოუშვა და ჩვენც ამ გაზეთით გვინდა სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, მათ ვისაც არ მეუწდება ხელი ინტერნეტთან და არ შეუძლიათ ფაქტების გადამოწმება სხვადასხვა ონლაინ რესურსების გამოყენებით, მათ მივაწოდოთ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ჩვენი გაზეთი ღია არის ყველა დაინტერესებული მხარესთვის, ვისაც სურს რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი სათქმელი გაუზიაროს და თვეში ერთხელ გამოუშვებთ ამ გაზეთს და მივაწვდით სოფლებში მაცხოვრებლებს უფასოდ და სწორ ინფორმაციას გავუზიარებთ, რაც თქვათ მანამდე მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა, სადაც მოწვეულები იყვნენ როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე ამ ქალაქში, ასე ვთქვათ, აქტიური პიროვნებები, სამოქალაქო აქტივისტები. გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მედია. მე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩემი მრავალწლიანი კარიერის და გამოცდილების მანძილზე მედიაში მე მართლა ვერ ვიხსენებ იმაზე უფრო მძიმე პერიოდს, ვიდრე დღეს უდგას მედიას. მე მომიწია ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდშიც მუშაობა, შემდგომში უკვე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. არც ერთი იყო ძალიან მსუბუქი მედიისთვის, არც მეორე, თუმცა ის რაც დღეს ხდება, მართლა არ მახსოვს რომ მომხდარიყო. ნელ-ნელა სისტემა ცდილობს რომ ქვეყანაში ვითარება დაამსგავსოს რუსეთს და ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე, თუმცა ახლა რასაც უყურებთ, ბევრად უფრო მძიმე შედეგებისთვის ემზადება არალეგიტიმური ხელისუფლება, ვიდრე ეს არის რუსეთში.